მოგესალმებით პატივცემულო რადიო მსმენელებო, მივესალმებით ჩვენ ტელემაყურებლებს. დღეს ხუთშაბათია, 7:30 და ვიწყებ ჩემს ავტორო გადაცემას განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მანანა ნიკოლაიშვილი ვიმუშავებ თქვენთვის პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. ჩვენ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს, ეს იქნება რიგით მე-9 გადაცემა უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. ვიცით რომ მოქმედმა ხელისუფლებამ რაღაც კალეიდოსკოპური სისწრაფით განახორციელა უმაღლესი განათლების რეფორმა. უკვე შევიდა ძალაში, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა მოაწერა ხელი და უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებები შევიდა. მე წინა გადაცემაში ვთვლიდი, მაგრამ ძალიან სწრაფი ტემპით კანონში ცვლილებები თითქმის ყველა განვიხილე, მაგრამ რაღაც ცვლილებები დარჩა გასახილი. შევეცდები რომ დღეს გადავწყვიტე რომ უფრო ასე ვთქვათ ჩამოვაყალიბოთ აი ამ კანონის და საერთოდ ამ რეფორმის ანალიზი კიდევ ერთხელ გავაკეთოთ, ვინაიდან კანონი ძალაში შევიდა, წინა გადაცემის დროს კანონი მიღებული იყო, მაგრამ ძალაში არ იყო შესული, არ იყო გამოქვეყნებული, პრემიერს ხელი არ ქონდა მოწერილი, ანუ წინა დღეს იყო მიღებული და ამიტომ კიდევ ერთხელ გავაკეთოთ უფრო დეტალიზებული ანალიზი და დავსვათ კითხვები და ასევე ის როგორ უნდა განვითარიყო პროცესები ამასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო კიდევ ერთხელ გუშინ და ამ დღეებში გაჩნდა ასეთი ცნობა რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით პარლამენტში სტუდენტებისათვის უმაღლესი განათლების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი გია ვოლსკი გამოვიდა სიტყვით, განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია. ვციტირებ ამ შეხვედრიდან ეს ისტორიული რეფორმაა სტუდენტებს უთხრეს, რომელიც ახალი თაობის განვითარებასა და საქართველოს მომავალს ეხება. გვაქვს პასუხისმგებლობა რეფორმის განხორციელების თითოეულ თქვენთაგანთან დავამყაროთ კავშირი. აი, არ ვიცი ახლა ეს როგორ უნდა მოითმინო ადამიანმა, რომ პასუხი არ გასცე და მწვავე პასუხებს რომ აძლევ, მერე ეს არ სიამოვნებს. რისი პასუხისმგებლობა გაქვთ თქვენ, ბატონებო, პარლამენტარებს მიმართავ ახლა? აი, და იმ მინისტრის მოადგილეს. 24 საათი რომ არ დაჭირდა კანონს და მიიღეთ და კონცეფცია, რომელიც იმას არ შეიძლება ეწოდოს კონცეფცია, არავითარი დოკუმენტი იმას არ ახდა, რომელიც 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა და საერთოდ არცად არ ყოფილა მისი განხილვა. ამ დროს არ გქონდათ პასუხისმგებლობა და ახლა როცა მიიღეთ, კვლავ ხვდებით ისეთ სტუდენტებს, რომელსაც უშუალოდ ეს რეფორმა არ ეხება. აბიტურიენტებს რატომ არ ხვდებით? მშობლებს რატომ არ ხვდებით? ამ აბიტურიენტების მშობლებს. პროფესორ მასწავლებლებს რატომ არ ხვდებით? უნივერსიტეტებში რატო არ მიდიხართ? გეკითხებით? პირდაპირ თუ არაპირდაპირ გაგვეცით პასუხი. რატო ხვდებით ახალგაზრდებს? იმიტომ რომ გეშინიათ რამე პროცესები ისედაც დაწყებულია ქვეყანაში, მაგრამ კონკრეტულად ამ საკითხებთან დაკავშირებით, როდესაც დაიწყება ეხლა რაღაც დამანგრეველი და საშინელი რეფორმები, რომ ეს ახალგაზრდები, ვისაც ეუბნებით რომ თქვენ არ გეხებათო, ეს ახალგაზრდებიც არ გავიდნენ ქუჩაში ან არ აყვნენ სხვებს, ვისაც ეხებათ, ამიტომ ხვდებით. გეშინიათ ახალგაზრდობის. თან ამბობთ რომ ამ სტუდენტებს ეხლა ვინც არიან წელს
პირველ კურსზე, მეორე, მესამე, მეოთხე არ ეხებათ ეს და თან ხვდებით ამ სტუდენტებს და რას ელაპარაკებით? რეფორმის ფარგლებში განსაზღვრულია 7 ძირითადი პრიორიტეტი. იქედან ციტირებ იმ შეხვედრიდან, რომელთა განხორციელების პროცესშიც საქართველოს პარლამენტი აქტიურად იქნება ჩართული, რათა რეფორმა წარმატებით განხორციელდეს. თავიდან არ იყავით ჩართული და არც არავინ არ გკითხათ არაფერი. თქვენ ხართ ნოტარიუსის პალატა, შემოიტანეს სააკაშვილის დროსაც მასე იყო. შეიტანდნენ კანონებს, დააჭერდნენ ისინი ღილაკზე ხელს, უმეტესობა არც აჭერდა და მიღებული იყო კანონი, კონვეიერული წესით. და რა შედეგები მოიტანა ამან? არა მარტო ჩვენ სფეროში, ჩვენი სფერო საერთოდ განადგურდა. საუკუნით და ნახევარი საუკუნით ჩამორჩა სისტემები. განათლების სხვადასხვა საფეხურები. და იგივე საკეთებთ თქვენ და ასე იყო ყველა სფეროში. ესე იგი, რომ წარმატებით განხორციელოსო, განაცხადა ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ და კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. ესე იგი, ეს მე მაგონებს პარტიულ ღონისძიებას. საქართველოს პარლამენტი ქართულ ოცნებას მიმართავ. პარტიული კლუბი არ არის. ჩაკვეტაძე პირველი მოადგილე რატო არის ან თავმჯდომარე ლაშხი. მაშინ როდესაც იქ არის გამოცდილი სოსიაშვილი. კიდევ ვინ არის? მეტი არც არავინ არ არის იქ გამოცდილი. განათლების კომიტეტში. რითი აძლევთ უპირატესობას? გამოუცდელ ლაშხს. მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისუნიამ სტუდენტებს უმაღლესი განათლების რეფორმა და ძირითადი მიმართულებები გააცნო. რატომ გააცანით? რატომ? გეკითხებით. იმ სტუდენტებს კიდევ ვიმეორებ, რომელსაც არ ეხება. გაიმართა პანელური დისკუსია. დისკუსიაში ვისთანაც საჭიროა პროფესორ მასწავლებლებთან რატომ არ შედიხართ? აბიტურიენტებთან, საზოგადოებასთან, მშობლებთან, დაინტერესებულ პირებთან, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის კითხვები დაესვათ. აღმასრულებელი ხელისუფლებაც მიბრძანებულა იქ. პრეზენტაციას ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი და თბილისის საკრებულოს წევრი ალექსანდრე მუკათარიძე დაესწრო. აი სუფთა პარტიული ღონისძიება, კომუნისტური ბრეჟნევის პერიოდი. მე მაქვს კითხვები. საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი რატომ ატარებს სტუდენტებთან შეხვედრას, რომელსაც ეს რეფორმა ახლა არ ეხება? მეორე, რატომ არ ჩაატარა კომიტეტმა, განათლების და მეცნიერების კომიტეტმა შეხვედრები, კონსულტაციები, განხილვები პროფესიონალებთან? რატომ არ ჩატარდა პარლამენტის შესაბამის კომიტეტში კონცეფციის კანონპროექტის განხილვები? როცა მიიღეთ, ახლა რა აზრი აქვს საუბარს? აბიტურიენტებს რატომ არ ხვდებით? შემთხვევით აბიტურიენტების უფლებებს ხომ არ არღვევთ? სექტემბერში გამოქვეყნებულია საგანმანათლებლო პროგრამები, რომელზეც აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ. თქვენ ეს ვადები, ეს გამოქვეყნებული პროგრამებზე არც ეუბნებით წესიერად, რომ მაკედან ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტი საერთოდ არ გამოცხადდება ეგ პროგრამები და რაც გამოცხადდება, ეს იქნება მოდიფიცირებული, იქნება სხვადასხვა უნივერსიტეტებში გადატანილი და უკეთეს შემთხვევაში სხვადასხვა და უარეს შემთხვევაში შეიძლება საერთოდ სხვადასხვა ქალაქებში იყოს გადატანილი. და რაც მთავარია, ადგილები იქნება შეკვეცილი.
აბიტურიენტს საერთოდ ადამიანს აქვს უფლება, როდესაც გადის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ერთი წლით ადრე მაინც იცოდეს ეს საგანმანათლებლო პროგრამის დასახელებაც და ადგილების რაოდენობას და ყველაფერი. რატომ არ ღვევთ უფლებებს? ეს გადაიტანეთ 9 თებერვლამდე იქ ვადები გადაწიეთ, 20 თებერვლამდე დაზუსტდება ყველაფერი და რეგისტრაციის წინ უნდა შეუცვალოთ ბავშვებს, აბიტურიენტებს პროგრამების ნუსხა. ნუ ეს ვთქვი რომ რატომ არ ხვდებით მოსწავლეთა მშობლებს, რატომ არ ხვდებით უმაღლესი სკოლის პროფესორ მასწავლებლებს, რატომ არ მოეწყო სარეფორმო დოკუმენტების განხილვა და რექტორების, კანცლერების და ადმინისტრაციების მოწვევა. მათი თანდასწრებით მარტო პარლამენტში ვამბობ მე, პარლამენტში. აღმასრულებელი ხელისუფლება რა შეატარებს, ეს კიდე სხვა საქმეა. მაგრამ პარლამენტი არის ღია დაწესებულება, ხალხის მიერ არჩეული ორგანოა. რატომ არ ჩატარდა პარლამენტში აი ეს განხილვები? სხვადასხვა საზოგადოებრივ და დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად და სხვადასხვა თანამდებობის პირებთან. და რაც შეეხება აი ასეთი ტიპის შეხვედრებს, ეგ უნდა ჩაატაროთ ქართული ოცნების პარტიის ოფისში და პარტიული ფუნქციონერები იქ დაესწრონ. ახალგაზრდულის თავმჯდომარე, რესპუბლიკის თბილისის ახალგაზრდულის თავმჯდომარე, აი ისინი იქ დაესწრონ. კიდევ კითხვა მაქვს განსაკუთრებული სხვადასხვა კითხვები მაქვს აი მაგალითად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველაფერი დაალაგდებაო და სახელდება ორი უნივერსიტეტი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ნუ ფართო პროფილით აქ იქნება თითქმის ყველა ფაკულტეტი შენარჩუნებულიო და რაც არისო ტრადიციებიო ტრადიციების უნივერსიტეტების ტრადიციების შესაბამისად გადანაწილდება ეს საგანმანათლებლო პროგრამები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს რა ტრადიციები აქვს? არაფერი. და საერთოდ მე ვსვამ კითხვას. ეს იყო თავიდან კერძო უნივერსიტეტი. როცა ააშენა ბიძინა ივანიშვილმა. ახლა ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტია. კარგით ბატონო. ძირითადად იქ სწავლება მიმდინარეობს საერთაშორისო უნივერსიტეტია არასახელმწიფო ენაზე, ინგლისურ ენაზე. რატო აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი? რატო აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი? და არანაირი ტრადიციები არ აქვს და ეს ამ უნივერსიტეტს სპეციალური კანონი აქვს. რატომ? რატომ? ამიხსენით, მე არ მესმის, რატო აქვს ასეთი სტატუსი და ცალკე კანონი და იქ განსაზღვრული იყო ძირითადად ეკონომიკა, ტექნოლოგიური დარგები უნდა ყოფილიყო. კომპიუტერული მეცნიერებები, მათემატიკა, ფიზიკა და სამედიცინო მიმართულების ტექნოლოგიებით კვლევა და არა ყველა ფაკულტეტი, ანდროიდული ცენტრი. სად არის ეხლა? რამდენი ხანია უკვე ვიცი იქ ფსიქოლოგები, ფილოსოფოსი, რაღაც სოციალური კათედრიდან წასულები არიან ის. რატო აკეთებთ ჰუმანიტარულ ემას და რატო ხსნით იქ სამართლის ფაკულტეტს და ის? რატომ? რატომ? არ ვიცი მე, ეს რა ტიპის სახელმწიფოა არ ვიცი.
დაფინანსების ახალი წესი არ არსებობს. დაიწყეთ რეფორმა უნივერსიტეტებს ჭირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ორი დიდი საკითხი უნდა გადაიჭრას. მესამეც ეს არის პირველ რიგში დაფინანსება, იმიტომ რომ 2250 ლარი უკვე 20 წელი არის და ყველაფერს ფასები ემატება და 2250 ლარად არანაირი სპეციალისტი არ მომზადდება და ეს დაფინანსების წესი დღესაც არ არის ისე მიიღეთ რეფორმა და კონცეფცია და კანონი რომ ეს დაფინანსების წესი არ არის გამხელილი და სამარცხვინოდ კიდე 2250 ლარი დატოვეთ. შემდეგ მატერიალურ ტექნიკური ბაზა აუცილებლად უნდა მოწესრიგდეს. არ შეიძლება უკვე 3 ათეულ წელზე მეტია არ გარემონტებულა, არც მიმდინარე და არც კაპიტალური რემონტები არ ჩატარებია, არავითარი შენობების გაყიდვა და ნგრევა, კეთილი ინებეთ და გაარემონტეთ, რაც საჭიროა. და რეფორმა განათლების ეფექტურობის და განათლების ხარისხის ზრდას როგორ მოახდენს დაფინანსების ზრდის გარეშე. ხომ იმიტომ აკეთებთ რომ განათლების ეფექტურობა და განათლების ხარისხი. და კიდევ რა მესამე საკითხი არის ის რომ აი ეს სამი საკითხი რომ მოგვარდეს განათლების უმაღლესი განათლების სისტემა აბსოლუტურად გაიმართება. მოსწავლეთა ცოდნა სკოლებმა უნდა მიაწოდონ მაღალი ცოდნის ხარისხით. ანუ განათლების ხარისხი მაღალი. ბავშვმა რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ბავშვი რომელიც თავის მშობლიურ ენა ლიტერატურაში 15 ქულას იღებს მინიმალურს და მათემატიკაში 9 ქულას და ისტორიის ჩაბარებულებით ყავთ გამოჭედილი მთელი რიგი დარგები. რაზეა საუბარი? რა ხარისხზეა საუბარი? ანუ რეფორმა უნდა დაიწყოს სკოლიდან და სკოლაში უნდა ასწიოთ ხარისხი. მინიმალური ბარიერები უნდა აიწიოს. და დაფინანსება მნიშვნელოვნად უნდა გაგეზარდათ. და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მორჩა ეს სამი პრობლემა გადაიჭრება აბსოლუტურად კონკურენტულ არიან კვალიფიციურ სპეციალისტებს გამოუშვებს ჩვენი უმაღლესი სკოლა. და თქვენ რა გააკეთეთ? შენობების და ეზოების და ყველაფრის გაყიდვას აპირებთ? ადგილების შემცირებას აპირებთ? პროფესორ მასწავლებლების მაპატიეთ და გაყრას აპირებთ ქუჩაში? ტოტალური შემცირება? წლები მოაკელით? ევროპას და იმაშიო 3 წლიანიაო, იქ პროფესიულ სკოლებს ამთავრებენ, პროფილურ სკოლებს ამთავრებენ, გაძლიერებული სწავლების და იმ ბავშვებს 3 წლის მეტი არ უნდათ. და თქვენ 9 ქულიანი და მინიმალური ქულიანი ყავთ 90% სტუდენტების. ნულოვანი ცოდნით სკოლებიდან. სანამ სკოლაში არ აწევთ ხარისხს, მანამ 3+1 დაივიწყეთ. არასაკმარისი დაფინანსება რჩება, როგორც ვთქვით, უნივერსიტეტების და სამეცნიერო ინსტიტუტების. აკადემიურ პერსონალზე ხელფასების მომატებას პროგნოზირებთ. ეს იქნება იგივე აკადემიური პერსონალის ტოტალური შემცირების ხარჯზე. შემცირებები იქნება დიდი 25% სასწავლო საათების ბაკალავრიატზე, 50% მაგისტრატურაზე, პროგრამები გაუქმდება, მთელი რიგი პროგრამებზე არ გამოცხადდება კონკურსები
და იტყვიან რომ შრომით ბაზარზე არ არის მოთხოვნა ამ პროგრამებზეო. სამუშაო ადგილები შემცირდება. ყველაფრით მე რაც ჩამოვთვალე, ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ფაკულტეტები შემცირდება. ადგილების რაოდენობა დარჩება რაც იყო ერთ უნივერსიტეტში. სამუშაო ადგილები კიდევ აი ამითაც შემცირდება. რაც დარჩება პროგრამები, მისაღები კონტინგენტი თითქმის ყველა მიმართულებით შემცირდება. კვოტები და იქნება მცირე. შრომითი ბაზრის კვლევებს მოიშველიებენ. მეტი არ გჭირდებაო იტყვიან. თავიდან იყო გამოცხადებული ერთი ფაკულტეტი, ერთი სრული პროფესორი. ეს არის კატასტროფული შეცდომა. ლომაიას მმართველობიდან დაწყებული ფაკულტეტზე სხვადასხვა განსხვავებული შინაარსის საგანმანათლებლო პროგრამები და მიმართულებები გაერთიანდა. როგორ უნდა უხელმძღვანელოს ერთმა სრულმა პროფესორმა სრულიად განსხვავებულ სხვადასხვა სამეცნიერო სკოლებს. მაგალითად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ზუსტი და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შეერთებულია მათემატიკის ფაკულტეტი გაერთიანდა, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის ფაკულტეტი, გეოგრაფიის, გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტები გაერთიანდა და არის მათი საგანმანათლებლო პროგრამები. ასეთ ფაკულტეტებზე ერთი სრული პროფესორი როგორ იმუშავებს? უნდა იყოს ალბათ ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომ იყოს ერთი სრული პროფესორი, ან ერთი სრული პროფესორი რატომ უნდა იყოს? ვინმე მომიხსნას? და ან 2 თუ 3 ასოცირებული პროფესორი და 10 ასისტენტ პროფესორი. არ ვიცი და ამსეთი დაყოფის შემთხვევაში ათასობით პროფესორ მასწავლებელი დარჩება სამსახურის გარეშე. ახლა ისმის კითხვა, სად დასაკვდებიან ეს ხალხი? არავით არის, უმეტესობა წაბრძანდებიან ემიგრაციაში. ფიქრობთ ამაზე? ხელისუფლებას მიმართავ და ყურადღებით უსმენთ. ისინი ვინც უნდა უსმენდნენ ჩემ გადაცემას. ანალიტიკური გაყოფილებები. დაუწერეთ ეს მოხსენებით ბარათში, ვინც მართავს რეალურად საქართველოს. დაიცალა ქართველებისგან და ვინც დავრჩით ბოლო მილიონი ისინიც სწავლენ. ამ რეფორმის შედეგად. ძალიან ბევრი. არა მარტო პროფესორ მასწავლებლები და მათი ოჯახები. აბიტურიენტები, მომავალში ვინც უნდა ჩააბაროს. უკვე მე ვიცი რამდენი ოჯახი რო ამბობს წავალდა შვილებს სრულფასოვან განათლებას მივცეთ საცხოვრებლად აპირებენ გადასვლას საზღვარგარეთ. რას აკეთებთ ხალხნო? ესე მოუმზადებლად და გაუფიქრებლად თუ დაფიქრდით ყველაფერზე და გათვლილი გაქვთ ყველაფერი. მეცნიერები სამეცნიერო კვლევებზე დაფინანსებაზე არაფერია ნათქვამი. მეცნიერება საერთოდ არ ფინანსდება საქართველოში, მაგრამ ახლა საერთოდ არაფერია ნათქვამი. შემცირებული რაოდენობის სტუდენტები, კურსდამთავრებულები, თქვენი ლოგიკაა, დასაქმდებიან თქვენი რეფორმის შემდეგ. მაგრამ აბიტურიენტები კიდევ მიმართავ ხელისუფლებას განსაკუთრებით ანალიტიკურ სამსახურებს. აბიტურიენტები, რომლებიც ვერ ჩააბარებენ, სად მიდიან? და იმ ხალხსაც ყველა ბოტი არ იქნება. ქართული ოცნების მიერ დაქირავებული სოციალურ ქსელებში და იმაში ძალიან კარგია ისა დარჩეს უმუშევარი კი არა, ნუ ჩააბარებს რაღაცა. ხალხნო, ადრე თუ ყველა ვერ აბარებდა, იყო ტექნიკუმები. საშუალო სპეციალური სასწავლებლები, პროფესიული სასწავლებლები, ნახეთ რამდენი სამმაგი არჩევანი იყო და რომც არ დაემთავრებინა არაფერი, ფაბრიკა ქარხნები იყო. უამრავი საწარმო იყო და ერთი დღეც არ გჭირდებოდა სამსახურის ძებნა. ეხლა სად წავიდნენ? ერთადერთი რჩება რომ გავიდნენ საქართველოდან. ეს ახალგაზრდებიც. ვინც ამას წერთ და ვინც ამას უკრავთ ტაშ?
ბოდიშიდან არაფერზე არ ფიქრობთ? ტვინი გააქვთ? თუ გაქვთ, მაშინ იაზროვნეთ. და თუ აზროვნებთ და მასეთ რაღაცებს წერთ და გიხარიათ, რომ ახალგაზრდა ვერ ჩააბარებს და არ ექნება საშუალება და ხელოვნური წინააღმდეგობები დახვდება მას, რა დააშავეს ამ ახალგაზრდებმა? სკოლა, სახელმწიფო სკოლები, არც კერძო სკოლებიც ვერ დაიტრაბახებენ, აძლევთ არაკონკურენტუნარიან ცოდნას. ბავშვებმა რა დააშავეს? ვის უგებთ ნიშს? მე ახლა იმათ მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც წერს, რომ რა კარგია, რომ ვერ ჩააბარებენო. რას თავაზობთ, რას? თუ რამდენიმე მუშის ადგილი რომ არის, ის იმას, ჯერტი ამდენი 1000 ბავშვს, რომელსაც უმაღლესისკენ გადაეკეტება გზა, გააქვთ მაგდენი ადგილები პროფებში? მინისტრი რო ამბობს ალალმართლად ამ რეფორმასო, იმიტომ ვაკეთებთო, რომ პროფებში წავიდეს ახალგაზრდობაო. ესე იგი, რეფორმა გაუმჯობესებსო ეფექტიანობას და ხარისხსო. თავარი არგუმენტი ეს არის. სტუდენტების თანაბარი ხელმისაწვდომობა განათლების მიღების უფლებაზე იქნება დაცულიო. რაღაც არ მგონია. პრობლემები არის უნივერსიტეტები და ინსტიტუტები არასაკმარისად ფინანსდება, ხო? და ამ დროს დაფინანსება არ იცვლება. თავარ პრობლემებს თქვენ რასაც ასახელებთ, ხელისუფლებას მიმართავ. იმავს ვთვლი ახლა მე. ეს არის დაცინვა. აკადემიური პერსონალი დაბალ ანაზღაურებაზე მუშაობსო, ამბობთ. და 2-3 სამსახურში არიან დასაქმებულებიო. ამ რეფორმითო ერთგან დასაქმდებაო. ვის ხარჯზე და რის ხარჯზე? 98-15% რო გაუშვებთ? სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი კვლევები და სამეცნიერო ლაბორატორიებები პრაქტიკულად აღარ არსებობს. მეცნიერება სამეცნიერო კვლევითი სეგმენტი აღარ არსებობს უნივერსიტეტებში. თუ არ დაფინანსდება, ამ წუთასაც არ ფინანსდება და არ არსებობს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დაუსაქმებელი ყოველწლიურად მიდის ემიგრაციაში. ამას ამბობთ თქვენ? ჭარბიაო. ეხლა თქვენი რეფორმით აი ეს პრობლემები, რომელსაც თulis მთავრობა. ეხლა ჩემი მთავარი გენერალური კითხვა, რომელი პრობლემა გადაწყდა და გადაწყდება თქვენი რეფორმით? დაფინანსება არ შეიცვალა. რაც მთავარია, რაც ყველაფრის საფუძველია. ფინანსებს იგივე ვსტოვებთ? პირიქით უფრო ნაკლები არის ბიუჯეტი. 2026 წელს ერთ სემესტრში 22-24 მილიონი დაჭირდება სტუდენტების მაგ თქვენ უფასო სწავლებას. და ამ დროს ერთი დიდი უნივერსიტეტის ბიუჯეტი არის ისა რა ქვია 4-ჯერ მაგაზე დიდი და 5-ჯერ. 80 მილიონი, 70 მილიონი და 75 მილიონი და ასე შემდეგ. ერთი სტუდენტის დაფინანსებას ისევ 2250 ლარს სტოვებთ. კერძო უნივერსიტეტში ბევრი სწავლას ვერ გააგრძელებს. ვინც გააგრძელებს, ჭარბი სპეციალისტები მაინც იქნებიან. თქვენ ხო ადგილებს იმიტომ ამცირებთ, რომ ჭარბი სპეციალისტები არ გვინდაო. და კერძო უნივერსიტეტებს არ ეხებით და მაინც იქნება. რა მნიშვნელობა აქვს მაგას სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოუშვებს, ჭარბს თუ კერძო? ბავშვი ახალგაზრდა და კურსდამთავრებულია. ვერ დასაქმდება. საიდან მიიღებთ ჭარბ სპეციალისტებს? სახელმწიფო თუ კერძო სექტორიდან რა მნიშვნელობა აქვს? კვოტები დადგენილი აქვს კერძო უნივერსიტეტებს ავტორიზაციის შედეგად. და რა ეხლა ხო ვერ შეუმცირებთ ხელოვნურად კვოტებს? ვერა, რა თქმა უნდა. ამას სჭირდება ახალი ავტორიზაცია, მე ხალხს მივმართავ.
თქვენი ლოგიკით ჭარბი სპეციალისტები მიბრძანდებიან ემიგრაციაში. ახლა უფრო მეტი გაემგზავრება ემიგრაციაში დაუსაქმებლობის გამო და ამას დაემატება კიდე ჩაჭრილების და ამას დაემატება ისეთი რომელიც აბიტურიენტი არაა და ხელი ჩაიქნია უკვე საქართველოში სწავლაზე და თელი ოჯახიანად პატარა ბავშვებს ხო ვერ გაუშვებენ სწავლენ იმაში რა ქვია რა დიდებს რა კაი პირობები აქვთ აქ სტუდენტებს თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნებათ განათლებაზეო ამბობთ ეს არ არის სიმართლე განათლების მიღების უფლებას ადვილად განახორციელებს ის აბიტურიენტები ანუ ადვილად გააგრძელებენ სწავლას ვისაც ექნება ხანგრძლივი დროით მომზადების საშუალება რეპეტიტორებთან იმიტომ რომ სკოლა კონკურენტუნარიან ცოდნას ვერ აძლევს და თუ არ გატარდა ღრმა რეფორმები ვერც მისცემს და ის რაც თქვენ გამოაცხადეთ რეფორმად განხილვადაც არ ღირს იმიტომ რომ სკოლა მოსწავლეს ვერ აძლევს კონკურენტუნარიან განათლებას ამიტომ უნდა მოემზადოს მომზადების თანხები ყველას არ აქვს და კიდევ უფრო გაიზრდება ეს თანხები იმიტომ რომ 1 წლის ან 2 წლის მომზადება საკმარისი არ იქნება საჭირო გახდება 4-5 წლით ადრე მომზადება თუ მეტით არა ახალი რეფორმით ვერც ერთი თქვენს მიერ დასახელებული პრობლემები ვერ გადაწყდება და ვერ გადაწყდა ახალი რეფორმით უნივერსიტეტებზე იზრდება მთავრობის კონტროლი მართვას ახდეს დროებითი ხელმძღვანელი შემდეგ რექტორი ალბათ 1 წელი მაინც არ იქნება რექტორი რომლებიც ყველა სეგმენტში დამოკიდებული ხდება მთავრობაზე სად არის უნივერსიტეტების ავტონომია და აკადემიური თავისუფლება გაქრა უნივერსიტეტის მმართველობითი ორგანოები უნივერსიტეტებს ამ ახალი კანონით ვეღარ მართავენ ყველა ძირითადი საკითხი უნდა გადაწყვეტონ მთავრობამ და ვერ გავიგე იმ მთავრობის კანცელარიაში ერთი კაცია ერთი საშტატო ერთეულია განათლების მიმართულები და იქ მაშინ სამი განყოფილება უნდა შეიქმნას სამმართველოები და დეპარტამენტები მაშინ მინისტრთა კაბინეტი უნდა შეიქმნას და არა სახელმწიფო კანცელარია დაფინანსება გაზრდის ნაცვლად მცირდება როგორც გითხარით ეს გამოჩნდა 2026 წლის ბიუჯეტიდან აკადემიური კადრების უფლებები დაირღვევა კონკურსები გავლილი აქვთ და როგორ უნდა გაათავისუფლოთ ეს ხალხი იგივე გააკეთა მიშამ გამოსცა დეკრეტი თქვენ კანონი და კონკურს გავლილი ხალხი გაათავისუფლა არჩეული რექტორები გაათავისუფლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში აბსოლუტურად იგივეს იმეორებთ ოღონდ იმ გასხოვებით რომ მიშამ გამოსცა დეკრეტი პრეზიდენტის ბრძანებულება თქვენ მიიღეთ კანონი მაგრამ მიშას უფრო დიდი ხანი დაჭირდა იმ პრეზიდენტის ბრძანებულების მისაღებად და თქვენ ერთ დღეში მიიღეთ განიხილეთ ვითომ კომიტეტებში ბიუროზე და პლენარულ სხდომაზე კატასტროფა დემოკრატიის ნიშანწყალიც კი არ არის ამ სახელმწიფოში ეს რეფორმა უნდა შეიცვალოს და სხვა გზა და მიმართულება უნდა ავირჩიოთ უნდა გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი რამდენიმე წელი უნდა იყოს ეს გარდამავალი პერიოდი რეფორმა უნდა დაიწყოს სკოლიდან ცოდნის დონე განათლების ხარისხმა უნდა აიწიოს სკოლებში უნდა გატარდეს ასეთი შინაარსის რეფორმა სწავლის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს 12 წელი არავითარი არჩევითობა ზოგს 11 უნდა ზოგს 12 არა არც ერთ შემთხვევაში
მე-11 კლასი ან მე-12 კლასი არ უნდა იყოს რეპეტიტორიუმი, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს. ზოგადი განათლების მესამე საფეხური გაანადგურეთ, შეამცირეთ 2 წლით. მე-12 კლასი არჩევითიაო, მე-11 კლასში კიდე რეპეტიტორიუმი იქნებაო. და 10 წელში ჩაეტევა ის პროგრამა და თან ამბობთ, რომ STEM საგნებიო. STEM საგნები როგორ? ზოგი მე-7 კლასიდან იწყება, ზოგი მე-8 კლასიდან და 3 წელიწადში მორჩება. ახლა 5 წლიანი სწავლება იყო? ფიზიკა, მაგალითად, ბიოლოგია, მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12. რას ლაპარაკობთ? 6 წლიანი სწავლება. ქიმია იყო მე-8, მე-9, მე-10, მე-11, მე-12, 5 წლიანი. და ჩამოყავთ 3 წელზე. და თან ამბობთ, რომ STEM საგნები გაძლიერდება, ესა ის როგორ სიცრუეში ცხოვრობთ? რას ეუბნებით ხალხს? ბატონო პრემიერო, ესენი ტყუილებს ამბობენ, სამინისტროს წარმომადგენლები, რა რეფორმაა ეს? არაფერს არ ვამბობ, იმ აბდაუბდა. კორუფციული კიდევ რაც იყო, სტატუსები უნდა შემცირდესო და 10 სტატუსია დამატებული. რა კომისიები, რის სტატუსები, რის სამი მიმართულება, თქვენ საერთოდ კარგად ხართ, მაგრამ თქვენ კარგად ხართ. მილიონერები გახდით, იმდენი ფული იშოვეთ, მაგ ტრენინგომანიიდან და მაგ სქემებიდან. და ისევ ის ხალხით გეხართ იმის სათავეებთან, ვითომ მაგ სქემის რევიზიას რომ აკეთებთ. არა, სხვა გზას არ გიტოვებენ, ესე იგი უნდა დაჯდე, უნდა გამოითხოვო მთელი საბუთები, ფინანსები, ყველაფერი და მერე უნდა გადასცე პროკურატურას. გადაირევით იმდენი თანხებია გახარჯული და შედეგი 0. კვალიფიციური მასწავლებლები გაყარეთ სკოლებიდან და შემოიყვანეთ არაპროფესიონალები. რა თქმა უნდა, საერთაშორისო ძალების მხარდაჭერით. კანონში ჩაგიწერეს ნებისმიერი დარგის ბაკალავრი. რაც არ უნდა ქონოდა პედაგოგიური განათლება აქვს, არ აქვს, ყველა უნდა ისა. ბატონო პრემიერო, სასკოლო განათლებაში არის წარმოდგენილი ისეთი რეფორმა, რომელიც არ ექვემდებარება განხილვას. ზოგადი განათლების მესამე საფეხური გაანადგურეთ. შეამცირეთ 2 წლით. არავითარი პროფილური სწავლება არ უნდა იყოს. სახელმწიფო კონტროლი უნდა აღდგეს სწავლების ყველა კლასზე. ბავშვები უნდა დააბრუნოთ სკოლაში. სხვა დონის ღონისძიებები. სახელმწიფო კონტროლი, ეს იქნება შიდა სასკოლო წერები. მუნიციპალური დონის წერები თუ საქალაქო თუ რეგიონალური თუ რესპუბლიკური თუ დიაგნოსტიკური წერები, კვლევები, სახელმწიფო კვლევები, გამოცდები სხვადასხვა დონის. დაწყებითი კლასის გამოსაშვები, სახელმწიფო გამოცდები, საბაზო სკოლის, საშუალო სკოლის დასრულების. 1 წელი ან 1 სემესტრი შეიძლება დაეთმოს გამეორებას ბოლო კლასში. 1 ფაკულტეტი, 1 ქალაქი კი არა, ქვეყანაში ეს უნდა განხორციელებულიყო სამედიცინო მიმართულებით. არ შეიძლება სამედიცინო უნივერსიტეტი იყოს გახსნილი ყველგან. არც ქუთაისში არ უნდა იყოს, არასოდეს არ ყოფილა და არ უნდა იყოს. არც ბათუმში. უნდა იყოს მხოლოდ დედაქალაქში. იმიტომ რომ აქ არის სტრატეგიული მნიშვნელობის საავადმყოფოები. და სამეცნიერო საკვლევო ცენტრები. და ეს მომავალი ექიმები ემსახურება ადამიანს. ამიტომ ყველაზე მაღალი ხარისხის განათლებას მიიღებს დედაქალაქში. აი ამასთან მიმართებაში უნდა გატარებულიყო ეს. სამედიცინო არ უნდა იყოს გახსნილი არსად. გარდა დედაქალაქისა. აკრძალეთ ეს. ამდენი უვიცი ექიმი. სადაც საქართველოს ვერ აფინანსებთ 2250 ლარის პირობებში ხსნით სამედიცინოებს.
რა მნიშვნელობა აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიხსნება თუ იმის ბიძინა ივანიშვილის აშენებულში მაინც 2250 ლარია ჯერჯერობით და რომელ ქალაქშია ბათუმში ან ქუთაისშია იმდენი საავადმყოფო და იმდენი საკვლევო ცენტრი რაც ჭირდება სრულყოფილი ექიმის მომზადებას არც ვეტერინარია ყველა ღობე და კუთხე კუჭულში რო აპირებთ გახსნას სადა გაქვთ ბაზები ასად ყავთ სამეცნიერო კადრები მე ვიცნობ მაგდარგს ხელმძღვანელობდი და რაღაცა მაშინ ჭირდა სპეციალისტები ექიმები და ისინი უკრაინიდან რუსეთიდან და ისრაელიდან და იმიდან არიან ჩამოსულები აქ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები გახსენით მხოლოდ დედაქალაქში იმ აგრარულის არ იყოს კიდე აქაო და სოფელთან ახლოსაა ის რეგიონული უნივერსიტეტებიო, იმიტომ ყველგან უნდა აიხსნას, წარმოდგენა არ გაქვთ. იმდენად ძლიერი და იმდენად ძვირადღირებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ჭირდება ლაბორატორიები და საკვლევო ცენტრები იმას რა ქვია აგრარული მიმართულების სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებს და არც სპეციალისტები არ არიან დიდი რაოდენობით. შემდეგ მას უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჯერ ხარისხი უნდა აიწიოს სკოლებში, მერე უნდა აქ მისაღები გამოცდებიც უნდა გამკაცდეს, უნდა აიწიოს დონეები და 3+1 მოდელზე მერე უნდა გადავიდეთ. ამ უცოდინარ აბიტურიენტებს, 3 წელი რას ეყოფა? სტუდენტები რო გახდებიან 9, 15 და თუ კიდე 20 ქულით და თუ კიდე 23 და 24 ქულით. და თუ კიდე 36 ქულით. ამ მთელი რიგი საგნების ამოღება, ეს არის უმაღლესი განათლება? ეს არის პროფესიული განათლება, პროფტექნე განათლება. თუ ზოგად საგნებს და ყველაფერს ამოიღებთ. გარდამავალი პერიოდის მანძილზე უნდა მოხდეს განათლების ხარისხის აწევა. მაგისტრატურის ერთი წლის შემცირება არ შეიძლება უმრავლეს შემთხვევაში. საჭიროა კვლევა და გამოქვეყნდეს ბაზრის კვლევა, ჩატარების მეთოდიკა, საგანმანათლებლო პროგრამების სია, საგანმანათლებლო პროგრამებზე კვოტები, ადგილების რაოდენობა, საგანმანათლებლო პროგრამების ის სია, რაზეც არ ცხადდება მიღება, პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, ახალი რეფორმის შესაბამისად, ძირითადი ერთეულები და ხელშეკრულებით საათობრივ დატვირთვაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა, ვინც მომავალში დაგჭირდებათ, დაფინანსების ახალი წესი, სადაც განსაზღვრული იქნება საგანმანათლებლო პროგრამების, სხვადასხვა სპეციალისტების, სწავლას-სწავლების ფინანსური ნორმატივი, ერთ სტუდენტზე დახარჯული თანხა, უნივერსიტეტების სია, ნუსხა, უნივერსიტეტების ახალი სახელწოდებები, უნივერსიტეტის ახალი წესდებები, დროებითი, უნივერსიტეტების დაფუძნების დოკუმენტები, უნივერსიტეტებზე ქონების გადაცემის დოკუმენტები, სახელმწიფომ ახალი კანონით ქონება წაიღო. ახალი კანონით, რასაც უნდათ იმას გადმოსცემენ უნივერსიტეტებს, რასაც უნდათ არ გადმოგცემენ. კანონში ახალში არ არის გამოკვეთილი ქონების საკუთრების წაღების საკითხები, ქონების საკუთრების ხელახალი გადმოცემის საკითხები, რექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი, დროებითი ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხი, დროებითი წესდება, მისი შინაარსი. კანონში არ არის ჩანაწერი, რომ უმაღლესი განათლების კანონის ყველა თავი და მუხლი ჩერდება დემოკრატიული მმართველობის ორგანოები. დროებითი მმართველი ნიშნავს, თავიდან უნდა გაიაროს უნივერსიტეტებმა ავტორიზაცია, 3 წლიანი პროგრამები, აკრედიტაცია თავიდან უნდა გაიაროს, 4 წლიანმაც თავიდან უნდა გაიაროს აკრედიტაცია, იმიტომ რომ სხვა უნივერსიტეტებში აღმოჩნდება ეს პროგრამები. როგორ არღვევთ ავტორიზაცია აკრედიტაციის ვადებს, როგორ არღვევთ აკადემიური პერსონალის კონკურსით დაკავებული თანამდებობის ვადებს, აი ამიტომ უნდა გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი და ამასობაში სკოლაში ხარისხს აწევთ და მცოდნე აბიტურიენტები შემოვლენ. და
კანონში არ არის ჩაწერილი დროებითი ხელმძღვანელის ვადები, ახალი უნივერსიტეტების ავტორიზაციის, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის, საბაკალავრო სამწლიანი, მაგისტრატურის ერთწლიანი და ასევე კიდევ ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამების ვადები, საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რომ მიიღოს ანუ აკრედიტაცია საბაკალავრო 4 წლიანი და სამაგისტრო 2 წლიანიც ხო არის ხელახალი აკრედიტაციის ვადები არ არის ჩაწერილი ახალი მმართველობითი ორგანოების არჩევის ვადები ეს ყველაფერი უნდა იყოს ჩანაწერები ცალ-ცალკე მუხლების სახით ახალი რექტორის არჩევის ვადები რომელი საგანმანათლებლო პროგრამა რომელ უნივერსიტეტში იქნება სია გამოაქვეყნოთ როგორ მოხდება ლაბორატორიების სასწავლო კაბინეტების ან კორპუსების ხო ვერ გადაიტანთ გადატანა ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში გამოაქვეყნეთ კვლევითი ინსტიტუტების ნუსხა უნივერსიტეტების მიხედვით გამოაქვეყნეთ უნივერსიტეტების კორპუსების დასახელება რა რჩება და რა იყიდება და რა იქნება იქ თუ საცხოვრებელი და საოფისე ფართები აშენდება როგორ განიტვირთება ქალაქი რა დრო იქნება საჭირო სტუდენტისა და პროფესორისათვის მაგალითად რუსთავსა და ქუთაისში სამოძრაოდ ქუთაისის ხო ამაზე ვთქვი რომ რატო ფინანსდება გამოაქვეყნეთ თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში აკრძალეთ უცხოელი სტუდენტების სწავლა, მაშინ ქუთაისის უნივერსიტეტში რატო უშვებთ? გამოაქვეყნეთ რეფორმის ავტორთა სია, ორგანიზაცია, ვინც ეს რეფორმა დაწერა, თანხები რაც არის გადახდილი. სახელმწიფო ბიუჯეტში რა თანხები უნდა ჩაიდოს თქვენი უნივერსიტეტების, ფაკულტეტების, საგანმანათლებლო პროგრამების კვოტების მიხედვით. სტრატეგიული გეგმა 2026-2032 წლებში არ გამოაქვეყნეთ და ისე იღებს სტუდენტთა საერთო რიცხვი ექსპერტების ორგანიზაციების დაწესებულებების სამუშაო ჯგუფის შეფასების დასკვნა ახალი რეფორმის ავტორი ამ ახალი რეფორმის სამინისტრო არ არის ინიციატორი კი შეიძლება ითქვას რომ საქართველოს მთავრობა არის კი ბატონო უნივერსიტეტებს სასწავლებლებში განხილვის ოქმები გამოაქვეყნდა და შენიშვნები გამოქვეყნდეს ხელმოწერებით სია საშტატო ერთეულები დათვლილი რამდენს ექნება 10,000 ლარი და სხვებს რა ექნებათ საბოლოო რიცხვი გამოცხადდეს სტუდენტების მეორე მესამე მეოთხე პირველი მეორე წლევანდელი პირველი მეორე მესამე მეოთხე კურსელების გარდა რამდენი იქნება გამოცხადებული 80,000-ით მცირდება რაც მოვისმინეთ პრემიერი როცა მიბრძანდა პარლამენტში რამდენი უმაღლეს სასწავლებელი იქნება საჭირო 3 წლის შემდეგ ესეც გამოაქვეყნეთ. მეცნიერებათა აკადემიის ადგილი და როლი ასე ვერ იქნება. მართლაც რაში ეძლებათ მათ ხელფასები. სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტები ჩამორთმეული აქვთ, მთავრობის მრჩევლის მოვალეობა აქვთ, მაგრამ ვერ ასრულებენ, იმიტომ რომ დუმილი აქვთ არჩეული. ონლაინ უნივერსიტეტების რაოდენობა, სტუდენტთა კვოტები, ონლაინ უნივერსიტეტების არსებობა გამოიწვევს თუ არა შენობების გამოთავისუფლებას, რა რაოდენობით. ეს დოკუმენტები რომ გამოქვეყნდება, შემდეგ უნდა მოხდეს მსჯელობა, შეფასება რეფორმის შემდეგ შეიძლება განხორციელება სრულიად განსხვავებული რეფორმის რაც სასარგებლო იქნება და რაც მთავარია ეს რეფორმა ემსახურება მომსახურე ერად საქართველოს გადაქცევას და ჩვენ კი გვინდა სამეცნიერო ტექნოლოგიური პროცესების განხორციელება მოვახდინოთ და აი ეს გვინდა ჩვენ და ამ გზით უნდა წავიდეთ სამწუხაროდ კიდევ ბოლომდე ყველაფრის თქმა ვერ მოვასწარი, მაგრამ მე მინდა ქალბატონ აკადემიკოს ზექალა შანიძის სიტყვებით დავამთავრო. ოცნების განათლების რეფორმაზე. ის რასაც ჩვენ გვთავაზობენ, წმინდა აკადემიური თვალსაზრისით არ არის
გამართლებული და არც შეეფერება დღევანდელ მოთხოვნებს. შემოთავაზებული პროგრამა არ არის მეცნიერული, არამედ რაღაც ინფანტილურია, არ შეიძლება ჩხირკედელაობა, რადგან ეს ძალიან დიდი ზიანის მომტანია. ქალბატონი მზექალა შანიძე. მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ეთერში მიდიოდა ჩემი საავტორო გადაცემა განათლების რეფორმის კვალდაკვალ. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი მალანა ნიკოლაიშვილი მუშაობდი თქვენთვის მედია კავშირი ობიექტივის პირდაპირ ღია ეთერში 50 წუთის მანძილზე. გადაცემის თემა იყო უმაღლესი განათლების რეფორმის ანალიზი, მეცხრე გადაცემა. ამ გადაცემას გაიმეორებენ შაბათს 5:30-ზე, გვიყურეთ და გვისმინეთ. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.